შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მდგომარეობა და უფლებები პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამებში, როგორია პოლიტიკური სუბიექტების აქტივობა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემებთან დაკავშირებით და რამდენად არის ეს საკითხები ასახული მათ საარჩევნო პროგრამებში. მოამბის საარჩევნო რუბრიკა გრძელდება. როგორია პოლიტიკოსების მოსაზრებები და ინიციატივები კონკრეტულ თემებზე. ელისო ჯარიაშვილი გიამბობთ. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მათი უფლებები პოლიტიკური პარტიების პროგრამულ პრიორიტეტებში უკვე ასახულია. ქრისტიან-დემოკრატები ამბობენ, რომ მათი საპარლამენტო აქტივობის შედეგი უწყებათაშორისი კომისიის შექმნა და პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის პირების დაზღვევითა და პენსიით უზრუნველყოფაა. პარტიაში ამბობენ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის 4 პუნქტის განხორციელება აუცილებელი. მდგომარეობა მკვეთრად უნდა გაუმჯობესდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებით 4 მიმართულებით. ეს არის ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, ეს არის განათლების ხელმისაწვდომობა, ეს არის დასაქმების პოლიტიკა, რომელსაც სახელმწიფო უნდა ატარებდეს ინვალიდებთან დაკავშირებით, მაგრამ ყველაზე მთავარი ეს არის გარემოს ხელმისაწვდომობა, რადგანაც გარემოს ხელმისაწვდომობის გარეშე ვერცერთი ეს სამი მიმართულება რეალურად ვერ განხორციელდება, რაც არ უნდა სერიოზული და საერთაშორისო ექსპერტების მიერ შექმნილი სამოქმედო გეგმები გქონდეს. ორი ძირითადი მიმართულება აქვთ ახალ მემარჯვენეებს პროგრამულ პრიორიტეტებში. საშემოსავლო განაკვეთის განახევება შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა და მათი დამსაქმებლებისთვის, ასევე სპეციალური სახელმწიფო პენსიის დანიშვნა. ეს ითვალისწინებს უნარშეზღუდული ადამიანებისთვის საარსებო მინიმუმზე გაცილებით მაღალი პენსიის განაკვეთის დანიშვნას და იმ შემთხვევაში თუ უნარშეზღუდული ადამიანები წარმოადგენენ მარტოხელა სტატუსის მქონენი არიან, მათ საპენსიო განაკვეთი უნდა გაუორმაგდეთ. მეორე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, რასაც ახალი მემარჯვენეები გამოკვეთენ უნარშეზღუდული მოქალაქეების მიმართ, ეს არის საგადასახადო განაკვეთები. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები და მათთან დაკავშირებული კანონმდებლობის შეცვლა არის ქართული ოცნების პრიორიტეტი. კოალიციაში ამბობენ, რომ აუცილებელია ასევე ასეთი პირების საზოგადოებაში სრული ინტეგრაცია. თუ მშობელი უვლის ბავშვს თვითონ უნარშეზღუდულს, მას ეძლევა დახმარება 70 ლარი. და თუ ბავშვს მიატოვებს მშობელი და ის მოხვდება დაწესებულებაში და შემდეგ ასე ვთქვათ, მოსავლელად გაიყვანს უცხო პირი, ეს უცხო პირი დახმარებას მიიღებს 600 ლარის ოდენობით. ესეთი აბსურდი მე არ მახსოვს მსოფლიოს არც ერთ საკანონმდებლო აქტში, ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს დახმარება უნდა მიიღონ უშუალოდ მშობლებმა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები და მათი ოჯახები თავისუფალი საქართველოს ლიდერების თქმით სრულად სახელმწიფოსგან უნდა ფინანსდებოდნენ. სტატუსის დადგენა და რეაბილიტაციაზე მუდმივი ზრუნვაა დემოკრატიული მოძრაობისთვის პრიორიტეტული. ლეიბორისტები კი ამბობენ, რომ ისინი აქცენტს პოლიტიკური აქტივობის დროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სოციალურ დაცვასა და ფინანსურ დახმარებაზე აკეთებენ. ლეიბორისტული პარტია ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ უნარშეზღუდულმა ადამიანმა არ იგრძნოს თავი უნარშეზღუდულად. ეს არის ქალაქის არქიტექტურა, ქალაქის მოწყობა, ეს არის მათი ფინანსური დახმარება, მათი სოციალური დაცვა, ეს არის ის, რომ მათი უფლებები ცოტა იმაზე მეტიც იყოს, ვიდრე უნარშეუზღუდავი ადამიანების უფლებები. ეს არის მათი დასაქმება. აუცილებლად უნდა მისთვის მარტივი იყოს დადგენა უნარშეზღუდულობისა. მეორე, როდესაც უკვე დადგენილი არის უნარშეზღუდულობა და ადამიანი არის უნარშეზღუდულად ცნობილი, მისთვის ეს არ უნდა იქცეს ჯოჯოხეთად. ანუ ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ მოხდეს ამ ადამიანების სოციალური ინტეგრაცია. მუდმივად უნდა ვზრუნავდეთ ჩვენ რეაბილიტაციაზე ამ ადამიანების. ყველა ის წამალი, რომელიც ამბავში ჭირდება, თუნდა იყოს სახელმწიფოს ხარჯზე, ყველა სავარძელი სახელმწიფოს ხარჯზე უნდა იყოს და მათ მშობლებს უნდა ქონდეთ ელემენტარული საშუალება, რომ არ იფიქრონ გარდა იმისა ბავშვების მოვლის გარდა. ამიტომ ვფიქრობ, ეს კომპლექსი მშობელი უნარშეზღუდული ბავშვი, ეს არის ჩვენი პრიორიტეტი და ჩვენ პროგრამაში ზუსტად არის გაწერილი ის, რომ მთელი ყურადღება, მთელი აქცენტი დაფინანსება გადავიდეს უნარშეზღუდული ბავშვების ოჯახებს. მართველი გუნდისთვის პრიორიტეტული ინკლუზიური გარემოს შექმნა, რაც გიგი წერეთლის განცხადებით სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტით არის განსაზღვრული. მათ შორის არის დაზღვევა, შემწეობა, დასაქმების პოლიტიკა.
ის სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც შევქმნით და პარლამენტმა დაადასტურა მიიღო, მთავარ პრიორიტეტებად სწორედ ასახელებს ასე ვთქვათ, ამ ინკლუზიური გარემოს მოწყობას, ეს გულისხმობს პრაქტიკულად ყველა იმ უფლების რეალიზებას, რომელიც ჩვეულებრივ ყველა მოქალაქეს აქვს, იქნება ეს გადაადგილების უფლება, სწავლის უფლება, მკურნალობის, გარდა ამისა, ვთქვათ, სამუშაო და მათი დასაქმება ეს არის პრიორიტეტული მიმართულება. დასაქმება და ადაპტირებული გარემოს შექმნა შეზღუდული შესაძლებლობების პირების უფლებების დასაცავად აუცილებელ პირობად მიაჩნიათ ეროვნულ დემოკრატიულ პარტიაში. ევროპელი დემოკრატები კი ფიქრობენ, რომ ეს უფლებები კანონით უნდა იყოს გარანტირებული. ნომერ პირველი ამოცანა ის არის, რომ უნდა შეიცვალოს მიდგომა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისადმი, მათ უნდა მიეცეთ მათ არსებული შესაძლებლობების რეალიზების საშუალება, უნდა ამოქმედდეს დასაქმების პროგრამები, უნდა მოხდეს ადაპტირებული გარემოს უზრუნველყოფა და ყველა ის შეღავათი, სპეციალური საშეღავათო სისტემა, რომელიც იგივე საგადასახადო საკითხებს გულისხმობს და ჯანდაცვით საკითხებს. უნდა შეზღუდული მოქალაქე უნდა იყოს ინტეგრირებული საზოგადოებაში და ის არ უნდა თავს გარიყოლათ. ამისთვის საჭირო არის ადრეულ ასაკში, როცა არის ბავშვები სკოლაში, ბაღში, ინკლუზიური განათლება, როცა არის ინფრასტრუქტურაზე საუბარი, იქნება ეს ტრანსპორტი, ქალაქის ინფრასტრუქტურა, უნდა იყოს მორგებული უნარშეზღუდულებზე. მეორე ეს არის დასაქმების პოლიტიკა. აუცილებლად დასაქმების პოლიტიკაში ცალკე უნდა იყოს პროგრამა გამოყოფილი ამდაგვარი ადამიანებისთვის. პოლიტიკური პარტიების ნაწილი ფიქრობს, რომ შეზღუდული შესაძლებლობების პირებთან დაკავშირებული ქართული კანონმდებლობის საერთაშორისო აქტებთან ჰარმონიზაციაა საჭირო.